მეგობრებო, სანამ გადაცემას დავიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ დღეს, როდესაც სახლიდან გამოვედი, სკუტერის სახელურზე რეზინით მიბმული დამხვდა ესეთი კონვერტი, რომელშიც იდვა ესეთი წერილი. არ არის მითითებული ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო. უბრალოდ ერთადერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რითიც შეგვეძლო არაფერი სასაცილოს გუნდს გაგვეხსნა ახალი სეზონი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ წერილის ავტორს მთელი გუნდის სახელით და არ ვიცი როგორ შეგვიძლია ხომ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენ. ამიტომ მოვიფიქრეთ ესეთი რამ, რომ დღევანდელი გადაცემა, დღევანდელი გამოშვება გეძღვნება შენ და მადლობა ყველაფრისთვის. მეგობრებო, წინა გადაცემიდან დღემდე კიდევ ერთხელ შეიცვალა გლობალური გეოპოლიტიკა. ტრამპმა მადურო მოიტაცა, ამერიკამ რუსული ჩრდილოვანი ტანკერები დააკავა. ირანში აიათოლების რეჟიმს ცეცხლი ეკიდება. ამაზე კობახიძის ვიზიტი გამახსენდა ირანში, რომელიც ბევრი თვალსაზრისით იყო კომიკური. პირველ რიგში იმით, რომ ირანულ მედიას ის ირაკლი ღარიბაშვილში შეეშალა და თქვენს, რომ თეირანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონი. აგერაა ფაქტი, თუ ჩემი აღჯერათ. გახაზული სადაც მაქვს, მან წერია. შეგიძლიათ ChatGPT-ს კითხოთ და ნახავთ, რომ მართალი ყოფილვარ. კაი, ამას გავიშვათ და ისევ იმას დაუბრუნდეთ, რომ გლობალურ პოლიტიკას ცეცხლი უკიდია. ვიღაცები ამბობენ, რომ ბირთვული ომის საფრთხის წინაშე ვდგავართ. და თუ მაინც და მაინც ამის გჯერათ, გირჩევთ წაიკითხოთ ხატია სიჭინავას სტატია სახელწოდებით როგორ დავიცვათ თავი ატომური ბომბისგან. კალიუმის იოდიდი, რომელიც აბების ფორმით გვხვდება, მასში 250 გრამი იოდია და სპეციალურად განკუთვნილი პრევენციული დოზაა რადიაციის დროს, წერს ხატია სიჭინავა. მაგრამ იქვე ამატებს, ეს ძალიან დიდი დოზაა. 3000 ჯერ აღემატება დღიურ ნორმას და ამიტომ სპეციალურად ბირთვული საფრთხის დროს გამოიყენება. მაგრამ ვაი და ვერ იშოვოთ კალიუმის იოდიდი. ხატია სიჭინავა ამატებს, თუ არ არის ხელმისაწვდომი კალიუმის იოდიდი და სავარაუდოდ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ასეც იქნება, ალტერნატივად 5%-იანი იოდის ხსნარიც გამოგადგებათ. ამიტომ მეგობრებო, მთელ სამ ჯოჯოხეთში ერთადერთი რაც გჭირდებათ არის 5%-იანი იოდის ხსნარი. ის დაგიცავთ ბირთვული ომისგან. ამაზე არ ვიცი აინშტაინი რას თქო და ალბათ იმას, რომ ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ სისულელესაც ხომ აქვს საზღვარი ამის დედავატირე. ისე კი ბირთვული ომი თუ დაიწყო, მე მაინც ლალი მოროშკინას პრაქტიკას მივმართავ. ესე ნივრის აცმას თუ გავიკეთებ კისერზე და ხის ჯვარს დავიჭერ. მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე, ამ გლობალური და ლოკალური ჯოჯოხეთის ფონზე ქართული ოცნება ნამდვილად გამოირჩევა. როგორც ნოშიკო ნამორაძემ ახსენა, ეკონომიკაც ვითარდება, ხოლო მთავრობა პოლიტიკურად ბრიტვის წვერზე ახერხებს გავლას. ბრიტვაზე გაიარა, ესე ვთქვათ, და ამავდროულად ეკონომიკური ზრდით. აი, ბევრი ამბობს, რომ ბიზინა უგულოა, რომ ქოცებს ადამიანები არ აინტერესებთ და შეუძლიათ ხალხი საახალწლოდ ციხეში დატოვონ. აი, ახლა მე დაგიმტკიცებთ, რომ ცდებოდით. კორუმპირებული ბიზნესმენი, კრემლისტური არხის მფლობელი და ოცნების საყვარელი მოკრივე გიორგი კანდელაკი, რომლის ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ალბათ რამდენჯერმე მაინც მოუწამლულ ვართ. ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75127 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი. საახალწლოდ გირაოთი გამოუშვეს გარეთ. საერთოდაც ყველა პატიმარს უსურვებ თავისუფლებას, მათ შორის გიორგი კანდელაკსაც. თუმცა დიდი ალბათობით კანდელაკი სხვა მიზეზით გამოუშვეს. საკანში ადგილი უნდა გაეთავისუფლებინა. გრიგოლ ლილუაშვილი ხომ უნდა დაეტიაცათ? Airbnb-ის პრინციპზე გადავიდნენ უკვე. ჩეკაუთი 12-ზეა შეუშვით ახალი სტუმარი. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ძალოვან სტრუქტურებში ხდება. ქართულ რეალობაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა. ჩიჩილაკმა მორთო ნაძვის ხე. დიახ, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს ორ დღეში ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის ჩინი მიანიჭა, მერე კი მაიორის. გასაკვირი არაფერია. ჯუანშერ ბურჭულაძე, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ყველა ან დაკავებულია, ან შინაპატიმრობაში. იმდენი თავისი ყოფილი ჩინოვნიკი დაიჭირეს, რომ მეტობით დარჩათ წოდებები და ყრია პარლამენტის შემოსასვლელში, კამფეტებთან ერთად. ვისაც უნდა იღებს და იყიდებს. ბოლო-ბოლო ხომ ესაა ქოცი ჩინოვნიკის უდიდესი მიზანი. მიაღწიო იმ დონეს, სადაც ყველაფერი კიდია. სუფეხებზე ვკიდიან ყველაფერი. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ მთავარს. რაში დასჭირდა მამუკა მდინარაძეს ეს ჩინმედლები? საქმე იმაშია, რომ ქართულმა ოცნებამ როგორც იქნა იპოვა თემა, რომელიც ხალხს მართლა აწუხებს. ფასები.
უბრალოდ კატასტროფული ფასები სურსათზე და ზოგადი სიღარიბე, რომელსაც თქვენ სულ ხელისუფლებას აბრალებთ. უნამოსოებო თქვენ. აი, კარგად დამასწრით უკვე. ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი საკუთარ სიღარიბეს, საკუთარ პრობლემებს, როგორც ესე ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავი დაანაშაულონ. სულ ეძებენ ხელისუფლებაში. მოკლედ, ქართულმა ოცნებამ ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა ის, რაც ნებისმიერმა თქვენგანმა ისედაც იცის. თბილისში ბრინჯი და მაკარონი უფრო ძვირი ღირს ვიდრე პარიზში. და არა მარტო ბრინჯი და მაკარონი. გაუშვათ ის ვიდეო. აი ძმო ნეკნიგი 12 ევრო გადავიხადე და მოიცადე კილოს ფასი ევრო 99 ძმო. ევრო 5 გამოდის 6 ლარი 5 და რაღაც. რა, დაქცეულა ევროპაზე. რაღაც ევროპა სადღა აღებ ხოცური პროპაგანდა კი ამის ფონზე საქართველოში სუპის პოპულარიზებას ეწევა. და სუპიჭა მე სუპიჭა ჩვენი რო ჭამ ამ სუპს ხოშიანია რა ძალიან მაგრათაც მიყავს და მაგრამ ირაკლი ყობახიძემ რაღაც მომენტში აღმოაჩინა, რომ უკვე სუპის გაკეთებაც არ ჯდება იაფი. სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. ირაკლი ყობახიძემ, კაცმა, რომლის პრემიერობაც ყველაზე ანტიევროპული პერიოდია საქართველოს ისტორიაში, უცებ გადაწყვიტა, რომ ფასების შედარებისას ევროპაა ეტალონი. მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა, რატომ არის რეალურად ძვირი ცხოვრება? საქმე ისაა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს DGG-ს შეღავათების სპეციფიკურ სასურსათო პროდუქციაზე. ანუ თუ პროდუქტი სოციალურად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მას ნაკლებად ბეგრავს და შესაბამისად ფასიც არ იზრდება. მაგალითად, საფრანგეთი 5.5% ძირითად სურსათზე, ესპანეთი 4% რძის ნაწარმზე, პურზე, ხილბოსტნეულზე, გერმანია 7% სურსათზე. ჩვენთან ახდება. ჩვენთან არის 18%-იანი DGG აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის სურსათ სანოვაგეზე. მაგრამ ნუ იქნებით დაუნახავები და ისიც აღნიშნოთ, რომ რადიო თავისუფლების ინფორმაციით DGG სრულად მოიხსნა თქვენი აზრით ქვეყანაში რის შემოტანაზე. A. ზუთხზე, B. ფრანგულ კამამბერზე, G. შვრიაზე, D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან. სწორი პასუხია D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან. რადგან ქართულმა ოცნებამ პროდუქტებზე ფასების გამაიაფებელი კომისიის შექმნის კვალდაკვალ DGG არც მეტი, არც ნაკლები მოხსნა ქვეყანაში ოქროს ზოდების შემოტანაზე. რას ნიშნავს? მაინც საზოგადოების პულსზე რომ გიდევს ხელი და ზუსტად იცი რა სჭირდებათ. ივანიშვილისთვის დაუჭერეთ მხარი ამ ახალ კანონს ოქროს ზოდებთან დაკავშირებით? ყველა კანონს საქართველოს ჩათვლას გთხოვთ ლაშა ტალახაძეს კეიპტაუნის სახელმწიფო ანსამბლმა გასცეს პასუხი. გავუშვით. ვიღაცებს შეიძლება ყბადაღებულ თემად მოგეჩვენოთ ეს, მაგრამ პროდუქტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი არის ტოტალური დამოკიდებულება რუსეთზე. შეიძლება აქ იკითხოთ, რუსეთი რაღა შუაშიაო. მით უმეტეს რომ ქართული ოცნება მუდამ გვიმტკიცებს, რუსეთის გარეშე დავიღუპებით ეკონომიკა ჩამოიშლებაო. არ და რეალობა სწორედაც რომ საპირისპიროად, რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება ომი, მით უფრო გაიზრდება ინფლაცია და ეკონომიკური ჭაობი. ამის გამო რუსეთს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ექსპორტზე გადასახადი აქვს დაწესებული. შესაბამისად, როცა შენ სურსათის მთავარ იმპორტიორად ირჩევ ასეთ ქვეყანას, ავტომატურად იმპორტირებ მის ინფლაციასაც. ამას ქვია ტრანსმისიის ეფექტი. ასე ამიხსნა ჩემმა ეკონომისტმა ძმაკაცმა. ერთი შეხედვით გამოსავალი მარტივია. ნაკლები დამოკიდებულება რუსეთზე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა ევროპული მოდელით და DGG-ს დაწევა სურსათზე და არა ოქროს ზოდებზე. ამსლად უკეთესი გამოსავალი, კონცეფციის მოშორება და ნორმალური მთავრობის შექმნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო არ ჩავკეტავს მომაკვდავ ეკონომიკაში. ამიტომაც მე უკვე ვიცი, რას დადებს დასკვნაში მამუკა მდინარაძის კომისია. ისინი იტყვიან, რომ ფასები გაზარდა გლობალური ომის პარტიამ. მასონებმა და პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ღამით ნიკორას საწყობში შეიპარა და ფასები გადააწერა კარაქს, ყველს, ხორცს, ავოკადოს. ეს ავოკადო საერთოდ დიპ სტეიტის შემოგდებულია, მეგობრებო. ქართულ ბაზარზე. სა ვერ გაიგებ, ხილია, ბოსტნეულია, რა ლიბერასტები, ტიპური ლიბერასტების საკვები, მეგობრებო. ტიპური ლიბერასტების საუზმე. ქართველი კაცი საერთოდ ავოკადოს რატო ჭამო? როდესაც არსებობს ყაბაყი. მოკლედ, სანამ მამუკა სურსათის ფასებში დიპ სტეიტს ეძებს, მოდით ჩვენ დავასრულოთ.
მოდით ვნახოთ, ვინ არის სინამდვილეში ქართული სურსათის deep state-ი. ვინ არიან ის რეალური მონოპოლისტები და ჩინოვნიკები, ვინ წყვეტს ეღირება თუ არა კარაქი 10 ლარი, ყველი 20 ლარი, ხორცი 30. ვინ ჯის ქართველ ხალხს შიმშილით? ვინმე შიმშილობს, ესე იგი ოპოზიცია მაშიმშილა ძველიდან მოყოლებული. მოუთხან დედის ტრაკი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ წარმოგიდგენთ ტოპ 5 ფაქტს სურსათის მაფიაზე. მე-5 ადგილი. ოდესმე დაფიქრებულ ხართ ერთ მარტივ რამეზე. თურქეთში აი ყურის ძირში Kinderიც, Nescafeც და Arielიც ღირს ბევრად იაფი ვიდრე საქართველოში. ლოგიკური კითხვა, რატომ არ მიდის ქართული სუპერმარკეტი ვთქვათ სპარი თურქეთში? რატომ არ ყიდულობს იქ პროდუქციას იაფად და რატომ არ ყიდის აქ? იმიტომ რომ საზღვარზე დგას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ეუბნება ზდეკ, შენ ამის შემოტანის უფლება არ გაქვს. საქართველოს ბაზარი დაყოფილია ფეოდალურ მამულებად. აქ მოქმედებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა მაგალითად კომპანია დიპლომატი. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ექსკლუზიური კონტრაქტი მსოფლიო ბრენდებთან. ეს ნიშნავს მარტივ რამეს, მთელ საქართველოში ვერც ერთი მაღაზია, ვერც ერთი ჯიხური და ვერც ერთი ბებია ვერ გაყიდის ჯილეტის სამართებელს თუ ის არ გაიყიდა დიპლომატის გავლით. იმ ყავის ფასსაც, რომელიც თქვენ დღესდღეობით დალიეთ, დიპლომატი ადგენს. ის ამბობს, მე ამას მოყიდით 20 ლარად. Plus ჩემი რისკის დაზღვევა, plus ჩემი მოგება და რაც მთავარია, ისინი აწესებენ ეგრეთ წოდებულ საბაზისო ფასს. ანუ დისტრიბუტორი კარნახობს ბაზრის ყველა მოთამაშეს. ამაზე იაფად ვერ გაყიდითო. ამგვარად კომპანია დიპლომატი საქართველოსთვის არის ყველაზე ზარალიანი დიპლომატი. რა თქმა უნდა, მაკა ბოჭორიშვილის მერე. ცხადია. წესით ქაღალდზე ჩვენ მყავს კონკურენტული ბაზარი. გვეუბნებიან, რომ კარფურსა და სპარ შორის ომია. სინამდვილეში არანაირი კონკურენცია არ არის. არ დაიჯეროთ. ყველა სუპერმარკეტი პროდუქტს ყიდულობს ერთი და იმავე მონოპოლისტი დისტრიბუტორისგან. ერთი და იმავე ფასად. თქვენ არჩევანი გაქვთ არა ფასებს შორის, არამედ იმას შორის, რომელი ტერმინალით დაგაყაჩაღონ. საქართველოს ბანკის თუ TBC-ის. დაზოგვით კი მხოლოდ პარკის 10 თეთრი შეგიძლიათ დაზოგოთ, როცა გეკითხებიან, პარკით გინდა თუ პარკის გარეშეო. გაბრაზებულზე რომ მეუბნები, არ მინდა ხელით წავიღებ. კარგი, ჩადეთ. მაგრამ აქ ჩნდება ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა. ეს ყველაფერი, ექსკლუზიური კონტრაქტები, ფეოდალური ზონები, ფასების კარნახი, ბექა ყურშემ თუ იცის. ნუ თუ ირაკლი კობახიძეს არ აქვს ინფორმაცია. მაშინ რა საჭიროა ეს ცირკი? რატომ აანონსებს გამოძიებას? თუ პასუხი ისედაც მაგიტაზეოდეს. ამაზე ჩემს ვარაუწოდნავ გვიან მოგახსენებთ. მანამდე კი ფასწარმოების კიდევ ერთ ფაქტორს შევხედოთ. მე-4 ადგილი. საიდან ჩნდება 86%-იანი ფასების ზრდა. კობახიძე არ ამბობს მთავარს, როგორ კეთდება ეს პროცენტი. თუ გონიათ, რომ სუპერმარკეტის დირექტორი ზის კაბინეტში და უბრალოდ ციფრებს იგონებს, ცდებით. ეს არ არის უბრალოდ მოგება, ეს არის სისტემური, ლეგალიზებული რეკეტი. მოდით ძალიან მარტივად ავხსნათ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ტაქსის მძღოლი. ამ ანალოგიაში ტაქსის მძღოლი არის მეწარმე. თქვენ გინდათ შეხვიდეთ აეროპორტში და აიყვანოთ მგზავრი. მაგრამ აეროპორტის შლაგბაუმთან ხდებათ ვიღაც ტიპი, რომელიც არ გიშვებთ და იწყებს პირობების წაყენებას. აქ რომ მანქანა გააჩერო და მგზავრმა საერთოდ დაგინახოს, ჯერ 500 ლარი უნდა გადაიხადო. ახლა თუ გინდა რომ მგზავრმა პირველ ხაზში დაგინახოს და არა სადღაც ბუჩქებში ჩაკარგული, დამატებით 200 ლარი დადე. და რაც მთავარია, ყოველი მგზავრის გადახდილი თანხიდან 10% ატკატი მე უნდა მომცე, უბრალოდ იმიტომ რომ მე ვარ. შედეგი რა არის? მძღოლი გამოდის და მგზავრს, ანუ მომხმარებელს ეუბნება. ქალაქის ცენტრამდე 20 ლარი კი არა, 100 ლარი უნდა გადაიხადო. თქვენ ბრაზდებით მძღოლზე, ანუ მეწარმეზე, ფიქრობთ რომ ის არის ღორი. სინამდვილეში კი თქვენი ფულის ნახევარი დარჩა იქ შლაგბაუმთან, იმ ტიპის ჯიბეში, რომელმაც უბრალოდ გაატარა მანქანა. აი ზუსტად ეს ლოგიკა მოქმედებს სუპერმარკეტებშიც. აი ესე დგება ის 86%. 86%-იანი ფასნამატი, მეგობრებო. მურვან ყრუს ბევრად მობიერი საკომისიოები ქონდა ჩვენთვის დაწესებული. საკომისიო კი არ უნდა ეწეროს ჩეკის ბოლოში, არამედ ხარაჯა. და ბოლოს, ყველაზე ბინძური ფსიქოლოგიური ტრიუკი, რასაც ეს მონოპოლისტები იყენებენ. ეკონომისტები ამას რთულ ტერმინებს არ ქმნიან, მაგრამ მე მარტივად გეტყვით, შეჩვევის ეფექტი. აი დააკვირდით, როგორც კი მსოფლიოში ხორბალი ან ზეთი ძვირდება, საქართველოში ფასები იზრდება მომენტალურად. იმ წამსვე მიზეზი აქვთ, ომია, კრიზისია, ძვირდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ფასები ეცემა? საქართველოში ფასები არ იცვლება. ან იცვლება ძალიან ნელა. რატომ? იმიტომ რომ მათ იციან ადამიანის ფსიქოლოგია.
თუ თქვენ უკვე შეეგუეთ, რომ ზეთი 5 ლარი ღირს და ამ ფასად ყიდულობთ, რატომ უნდა გაგიიაფონ 4 ლარამდე? მხოლოდ იმიტომ, რომ თვითღირებულება დაეცა? არა, მეგობრებო. ისინი ფიქრობენ ასე. ხალხი 5 ლარს იხდის, ესე იგი შეუძლიათ გადახდა. და ის სხვაობა, რაც დააკლდა თვითღირებულებას და არ დააკლდა ფასს, მიდის პირდაპირ მათ ჯიბეში, როგორც სუფთა, ჰაერიდან მოტანილი მოგება. აი, ამიტომ არასდროს იაფდება ცხოვრება საქართველოში. არა იმიტომ, რომ ეკონომიკა ვერ ქაჩავს, არამედ იმიტომ, რომ სამომხმარებლო პროდუქტების მონოპოლისტები კომფორტულად აფარებენ თავს კორუმპირებული ხელისუფლების კრიშას. და თუ გაინტერესებთ, ბოლო-ბოლო ვინ არიან ისინი, ვისაც ეს ფული ჯიბეში მიაქვს, აი ახლა გადავდივართ ჩვენი რეიტინგის სამეულზე, სადაც დაგხვდებათ ნაცნობის სახეები, ნაცნობი გვარები და ძალიან ნაცნობი სქემები. მესამე ადგილი. მესამე ადგილზეა ბაზრის ერთ-ერთი გიგანტი, ყველასათვის კარგად ნაცნობი ნიკორა. ეს კომპანია არ არის უბრალოდ მაღაზია, ეს არის ეგრეთ წოდებული ინდუსტრიული ინტეგრატორი. რას ნიშნავს ეს? მათ აქვთ ყველაფერი. საკუთარი ფერმა, საკუთარი ხორცის ქარხანა, საკუთარი დღის პროდუქტები, საკუთარი თევზი და საკუთარი მაღაზია. იდეაში ეს ხომ კარგია, შუამავალი არ ყავს და ფასი დაბალი უნდა იყოს, არა? მაგრამ აქ ირთვება ქართული ეკონომიკის სასწაული, რომელსაც სატრანსფერო ფასწარმოქმნა ჰქვია. სქემა მუშაობს ასე. ნიკორას ქარხანა იღებს სოსის და მიყიდის ნიკორას მაღაზიას. ოღონდ მიყიდის ძალიან ძვირად. მაღაზია იღებს ამ ძვირ სოსის, ამატებს თავისი მცირე მარჟას და ყიდის თქვენზე. თუ ვინმე სვამს კითხვას, რატომაა ძვირი? მაღაზია პასუხობს, მე რა შუაში ვარ, ძვირად ვიყიდე. არა და ვისგან იყიდა? საკუთარი თავისგან. მარჯვენა ჯიბემ მიყიდა მარცხენა ჯიბეს. მაგრამ ეს მხოლოდ ფინანსური ტრიუკია. თავარი პოლიტიკური ბომბი სხვა რამეშია. იცით ვინ აფინანსებს ამ სქემას? თქვენ. აი რაშია საქმე. რამდენიმე წლის წინ ნიკორამ საკუთარ ქონებას 43 მილიონი ლარის ჰაერი მიაწერა. ანუ არ არსებობდა ეს 43 მილიონის ქონება. ისე მიაწერა, რომ კომპანიის შეფასება გაიზარდა. დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით ნიკოლას ეს 43 მილიონი არ აქვს. ახლა მთავარი კითხვა და ყველაზე საინტერესო. რაში დასჭირდათ ამხელა ტყუილი? რატომ გაბერეს თავისი კაპიტალი ჰაერით? იმიტომ რომ როცა ინვესტორთან მიდიხარ, მდიდარი უნდა ჩანდე. და ვინ აღმოჩნდა ის ინვესტორი, რომლისთვისაც ეს სპექტაკლი დაიდგა? ვინ მიანდო ნიკორას ფული? ვინდა საპენსიო სააგენტო. დიახ, მეგობრებო, სახელმწიფომ აიღო ჩვენი, თქვენი, ჩემი, თქვენი მშობლების საპენსიო დანაზოგი და ჩადო კომპანიაში, რომლის კაპიტალი გაბერილია ჰაერით და რომლის 17%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე ოლეგ გუბანოვი. ანუ ჩვენი ფული დააფინანსეს ბიზნესი, რომელიც დღეს ისე გაგვიძვირდა, რომ იქ შესვლის გვეშინია. და აი ფინალი. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. ქალბატონი ლამარა, 75 წლის პენსიონერი. ის შედის ნიკორაში, რომ იყიდოს 200 გრამი ძეხვი. უყურებს ფასს და ხედავს, რომ ძვირია. ის ითვლის ხურდას, არ ყოფნის და გამოდის მშიერი. იცით რა არის ამაში ყველაზე ტრაგიკული? ქალბატონმა ლამარამ არ იცის, რომ ის არის ამ მაღაზიის ინვესტორი. მან არ იცის, რომ მისი პენსია ჩადებულია სწორედ ამ სოსისის ქარხანაში. მისი ფულით ატრიალებენ ბიზნესს, რომლის პროდუქტსაც ის ვერ ყიდულობს. ხელისუფალი კი ქალბატონ ლამარას, რომელიც მთელი დღე მშიერი უნდა იყოს, პასუხად ასეთ რამეს ეუბნება. ვინმე შიმშილობს, ესე იგი ოპოზიცია მაშიმშილა ძველიდან მოყოლებული. თუ მესამე ადგილზე ვყავდა კომპანია, რომელიც ფინანსური манипуляციებით გვატყუებს, მეორე ადგილზე ვყავს ადამიანი, რომელსაც არაფრის დამალვა არ სჭირდება. ის უბრალოდ კანონზე მაღლა დგას. კახა ბექაური. მისი ოფიციალური თანამდებობაა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე. ეს არის კაცი, რომელიც წყვეტს რომელმა ტელევიზიამ რა უნდა თქვას. მას აქვს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი, თვეში 15700 ლარი. მაგრამ მეგობრებო, ეს ხელფასი მისთვის ხურდაფულია. ღამით კახა ბექაური იხსნის ჩინოვნიკის ჰალსტუხს და ხდება ოლიგარქი. ის ფლობს სუპერმარკეტების ქსელი 2 ნაბიჯის 33%-იან წილს. და იცით როდის გახდა ის მილიონერი? ზუსტად მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თანამდებობაზე დაინიშნა. 2014 წელს, როცა ის კომისიაში მივიდა, 2 ნაბიჯი დივიდენდებს არ იძლეოდა. მას ჰქონდა ჩვეულებრივი ბინა და დანაზოგი. მაგრამ 2020 წელს, როცა ქვეყანა პანდემიამ ჩაკეტა, როცა ხალხი უმუშევარი დარჩა, კახა ბექაურმა კომპანიიდან 1 წელიწადში აიღო 4,2 მილიონი ლარი. დღეს მის ანგარიშზე 5 მილიონი ლარი დევს, ოჯახი კი ფლობს 9 ბინას. წარმოიდგინეთ სიტუაციის აბსურდულობა. კაცი, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს 15000 ლარ ხელფასს, პარალელურად ფლობს ქსელს, რომელიც თქვენს უბანში ყოველ 2 ნაბიჯში დგას
და ზრდის ფასებს. ამასთანავე კანონი ამბობს, რომ საჯარო მოხელემ ბიზნესის მართვის უფლება უნდა გადასცეს სხვას, მაგრამ კახაბექაურს ეს არ გაუკეთებია. საჯარო რეესტრში ისევ თვითონ წერია მმართველად. და რა არის მისი პასუხი ამაზე? კომუნიკაციების კომისია მაღაზიებს არ არეგულირებს, ამიტომ მოსულა. ანუ რადგან ტელევიზორში არ ყიდის კიტრს და პამიდორს, ინტერესთა კონფლიქტი არ არისო. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მისი მეუღლე ეკაბერიძე ერთდროულად არის ორი ნაბიჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და GVP-ის კომუნიკაციების დირექტორი. წყვილმა ერთ წელიწადში მხოლოდ დივიდენდებით და ხელფასებით 9 მილიონ ლარზე მეტი აიღო. ანუ ეს ოჯახი აკონტროლებს, რას უყურებთ ტელევიზორში, რას ვჭამთ და წყალს, რომელსაც ვატანთ ამ საჭმელსა და კოშმარულ სიზმრებს. ახლა მითხარით, როცა მამუკა მდინარაძე და სუსი აცხადებენ, რომ სწავლობენ ფასებს, მივლენ ისინი კახაბექაურთან. დაკითხავენ მას, ეტყვიან, კახა, რატომ გაგვიძვირე მაკარონი? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ კახაბექაური არის სისტემის ხერხემალი. ის არის ივანიშვილის კლანის წევრი. ყვილად კი არ არის, რომ უკრაინას ის დასანქცირებული ყავს, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციებში მისი გვარი პირდაპირ წერია როგორც დემოკრატიის ტრის. მაგრამ საქართველოში ის ხელშეუხებელია. თქვენ შედიხართ ორ ნაბიჯში, ყიდულობთ გაძვირებულ პროდუქტს, დიდრდება სახელმწიფო ჩინოვნიკი და მერე მიდიხართ სახლში, რთავთ ტელევიზორს და იგივე ჩინოვნიკი გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგადაა და ფასები გლობალური ომის პარტიამ გაზარდა. ამასობაში მინდა გითხრათ, რომ კახაბექაურია ის კაცი, მეგობრებო, რომელმაც მე ამიკრძალა დარეკვები კანონით. პეტრე, გამარჯობა. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჯდენ კუპრაშვილი გაწუხებს, უდროს ხო არ გირეკავ? არა, გესმის. ანუ იმენა კანონს ქვია ბექაყორშია. მაუწყებლის მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა. ანუ უნდა უთხრა, რომ ბექაყორშია გირეკავთ. განუმარტა ზარის მიზანი. და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. ანუ მე უნდა დავურო თუ ურეკა, უნდა უთხრა ბექაყორშია ვარ, ეხა პრანკავ. შენს დაპრანკვას ვაპირებ. და ჩემი მიზანი არის, რომ აი შენნაირი საზოგადოებას ვაჩვენო. იმ შემთხვევაში თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს. ანუ თანხმობაც უნდა ავიღო. აი, ეხლა რო დაგპრანკეთ და მძარი გაჭამეთ. აი შეიძლება თუ არა რომ ეს საჯაროდ ვაჩვენო ხალხს. და ეს კანონი მთავრდება ასე. თუ სხვაგვარად მოქმედებ, გამართლებული არ არის. ეგაკლია ბოლოში. ეს ეგეც უნდა ეწეროს ბოლოში. გამართლებული არ არის. ბექა. ეს ხო არის გამართლებული. დედისტრაკ. მაგრამ კახაბექაური მაინც მეორე ლიგაა იმასთან შედარებით, ვინც პირველ ადგილზე გველოდება. კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მას უნდა ყველაფერი. პირველი ადგილი გაიცანით 2026 წლის მთავარი ჰეგემონი, დეილი ჯგუფი. თავად სახელი შეიძლება ბევრ არაფერზე მეტყველებდეს, მაგრამ აი მათი ბოლოხნის შენაძენები. იყიდეს სპარი, მაგნიტი, იოლი, გვირილა და ზედაზენი. შედეგად დღეს ეს ერთი ჯგუფი აკონტროლებს ორგანიზებული ბაზრის 33%-ს. ეს აღარ არის ბიზნესი, მეგობრებო. ეს არის მონოპოლია. როცა ერთ ჯგუფს უჭირავს ბაზრის მესამედი, მას აღარ სჭირდება კონკურენცია. მას შეუძლია დილით გაიღვიძოს და თქვას: დღეს შაქარი ეღირება 5 ლარი და მორჩა, შაქარი ეღირება 5 ლარი. რადგან სხვაგან წასასვლელი თქვენ უბრალოდ არ გაქვთ. მაგრამ თავარი ის კი არ არის, რამდენი მაღაზია აქვთ. თავარია, ვინ გაერთიანდა ამ სახურავის ქვეშ. ამ დეილი ჯგუფის თანამფლობელი არის არჩილ გეგენავა. ეს სახელი შეიძლება გეცნობოდეთ. ეს კაცი ყოფილი ნაცია. სამხედრო პარლამენტის თათმიდის მაჟორიტარული დეპუტატი ვიყავ 4 წლის განმავლობაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზუსტად მაგას ვთქვი, ხა რომ გავიმარჯვე არჩევნებში და კიდევ 4 წელი თათმიდის მოსახლეობის ინტერესები გავატარო. მაგრამ ოცნებამ ეს კაცი გულში ჩაიკრა. რატომ? იმიტომ რომ გეგენავას აქვს უნიკალური უნარი გამიჯნოს პოლიტიკა და ბიზნესი. გავიხსენოთ 2023 წლის მაისი. ყვარლის ტბა. სწორედ გეგენავას სასტუმროში ყვარელი ლეიქ რეზორტში ჩამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი სიძე. მათი ქორწილი უნდა გადაეხადათ, როცა მთელი საქართველო ფეხზე დადგა, როცა ხალხი ყვარელში ჩავიდა გასაპროტესტებლად. გეგენავამ დაახშო მობილური სიგნალი, რომ ჟურნალისტებს ლაივი არ ჩაერთო.
პოლიციამ ხალხს ტელეფონები წაართვა და 10 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. სასტუმრო ჯიუტად უარყოფდა. ლავროები აქ არ არიანო. გახსოვთ როგორ გაიშიფრნენ. თავარი არხის ჟურნალისტმა დარეკა სასტუმროში. გაეცნო როგორც ყვავილების კურიერი და უთხრა: ეკატერინე ლავროვასთვის თაიგული მაქვსო. და მიმღებმა უპასუხა: კი, აქ ბრძანდება და მოიტანეთო. აი ეს კაცია არჩილ გეგენავა. და რა ქნა ოცნებამ ოკუპანტის მასპინძლობისთვის დააჯილდოა. მისცეს უფლება ეყიდა სპარი იოლი გვირილა და გამხდარიყო ბაზრის მეფე. გადაცემის დასაწყისში მე ვახსენე რომ დაუბრუნდებოდით მთავარ კითხვას. თუ ამ ქვეყანაში ფასებს ზრდიან კომპანია დიპლომატის ფეოდალები, რუსი ოლეგ გუბანოვი, სახელმწიფო ჩინოვნიკი ბექაური და ლავროვის მასპინძელი გეგენავა, მაშინ რაში დასჭირდათ კობახიძეს და მდინარაძეს ეს ანტიმონოპოლიური ცირკი. თუ მართლა აპირებენ რომ ხალხის პრობლემები მოაგვარონ. თუ მამუკა მდინარაძე დაადებს ხელბორკილს თავის კოლეგას კახა ბექაურს, რა თქმა უნდა არა. მე მაგისი ამჯერა, სამაგიეროდ აი რისი მჯერა. გახსოვთ რა მოუვიდა გიორგი კანდელაკს? დაიჭირეს, შეაშინეს, სავარაუდოდ გვარიანი თანხა გადაახტევინეს და საახალწლოდ გირაოთი გამოუშვეს. გახსოვთ რაზე დაიჭირეს სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი? ქრთამზე. გახსოვთ რაზე ზის შინაპატიმრობაში ირაკლი ღარიბაშვილი? კორუფციაზე. ყველა დაჭერილი ქოცი დაჭერილია ფულზე. ამიტომაც ეს ახალი რიტორიკა ფასების რეგულირებაზე არის უმარტივესი სქემა. ერთის მხრივ ხალხს აჩვენებენ რომ ზრუნავენ და ებრძვიან ღორ ბიზნესმენებს, მეორეს მხრივ კი სისტემის შიგნით არსებულ მილიონერებს უფრო მაგრად უჭერენ კლანჭებს, რათა მათაც არ მოინდომონ გაქცევა, როგორც ეს სავარაუდოდ ნოშიკო ნამორაძემ სცადა. სავარაუდოდ. ეს არის გზავნილი, ბიჭებო, ფული გვაკლია. ან გადაიხდით, ან კანდელაკივით ციხეში წახვალთ. და როგორც კი გადაიხდიან, მათ ისევ გაუშვებენ საბალახოდ, ანუ ჩვენს გასატყავებლად. ჩვენ კი საზოგადოებამ და ოპოზიციამ არ უნდა დაუშვათ ერთი შეცდომა. როცა კობახიძე დაიწყებს საუბარს, რომ ფასები დასაწევია, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ მათი დაცვა და ძახილი. ხელები შორს თავისუფალი ბაზრისგან. იმიტომ რომ ეს არ არის თავისუფალი ბაზარი. ეს არის მონოპოლია. ჩვენ უნდა დავსვათ ერთადერთი მარტივი კითხვა. ვინ აძვირებს პროდუქტებს, თუ არა ისევ და ისევ თქვენი პარტიის წევრები, თქვენი დონორები და თქვენი ჩინოვნიკები. თქვენ ებძვით ფასებს. მაშინ დაიწყეთ მთავარი მონოპოლისტიდან. და აი როცა მდინარაძე ბორკილდადებულ ივანიშვილს გამოიყვანს სასახლიდან, მარტო მაშინ დავიჯერებ რომ სისტემა შეიცვალა. თორემ ქოცებმაც ხომ იცით რომ არ მორჩება ეს დაჭერები. ასე ხდება პრობლემების გადაფარვა. დაიჭირეს ლილუაშვილი. ლილუაშვილის დაჭერა გადაფარეს ახალაიათი. ახალაიას გადაფარავენ ღარიბაშვილით. ღარიბაშვილს გადაფარავენ, ავიცი, ჩემი დაჭერით. მე გადამფარავენ აგერ მინდიას დაჭერით. მერე გიორგის დაიჭერენ, ტრიფონას დაიჭერენ, ქოცას დაიჭერენ, ნაცსაც, შუაშისსაც. ხო არ ჯობია რომ ეს ქოციც, ნაციც, შუაშისტიც გარეთ ვიყოთ ყველანი. და ის ერთი კაცი გაუშვათ ციხეში. ამამუკა, რა სიტყვი. კიდე 4 მედალს მოგანიჭებ მე პირადად. მოკლედ, მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა რომ გვიკომენტარებთ, გვიწერთ, მადლობა რომ წერილებსაც ვწერთ ამ სახით მეგობრებო. ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებთ, ძალიან გვიყვარხართ და მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. შევხვდებით შემდეგ კვირას. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. დროებით.